ჯარში ჩემნებით წამოვედი, დავრეგისტრირდი და მაქვს იმედი, რომ აქ დისციპლინას ჩამოვიყალიბებ, გავიცნობ კარგ ადამიანს და სამომავლოდ აქ გავნილი გზა მომავალში დარწმუნებული ვარ დამეხმარება ბევრ კარგ საქმეში. რაც შეეხება ვარ სტუდენტი, კომპიუტერულ ინჟინერიაზე ვსწავლობ მეორე კურსზე ვარ, ამჟამად სტატუსი შეჩერებული მაქვს, იმიტომ რომ მინდა ჩემი ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხარ და მე ისე პროფესიულ კარიერას დავუბრუნდე. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა უფროსი სერჟანტი ზაზაფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევანდელების გამოცხადება. სადაც ისინი გაივლიან 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მათ საჭირო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარჩვევებით, რათა მათ შეძლონ 8 თვიანი წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მსახური. რეკრუტები წარმოდგენილი არიან როგორც ეროვნული სააგენტოს მიერ გაწვეული პირებით, ასევე ნებაყოფლობით გამოცხადებული და დარეგისტრირებული პირებით. თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას. 40%-ზე მეტი ახალგაზრდა თავისი ნებით აქვთ განცხადება გაკეთებული ოჩარიცხული იყვნენ თავდაცვის ძალებში. გაივლიან 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს. ამ ეტაპზე ისინი მოემზადებიან როგორც საცეცხლე ტაქტიკურ სწავლებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ საკითხების გადალახვის შედეგ ისინი ღირსეულ სამხედრო მოსამსახურებად ჩამოყალიბდებიან.